ხელვაჩაურის საკრებულოს თავისუფალი დემოკრატების წევრის მიერ კოალიცია ქართული ოცნების დატოვების შემდეგ დღის წესრიგში ასლან კახიძის როგორც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების საკითხი დადგა. ხელვაჩაურის თვითმმართველ ორგანოში მზია მართალიშვილი იმყოფებოდა და ახლა პირდაპირ ეტერში გვეტყვის თუ რა შედეგით დასრულდა ფარული კენჭისყრა. მზია, გისმენთ. 15 მომხრე 5 წინააღმდეგი ასე დასრულდა კენჭისყრა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. საკითხის დღის წესრიგში დაყენების ინიციატივა ქართული ოცნების წევრ დეპუტატებს ეკუთვნით. კენჭისყრის შემდეგ ასლან კახიძემ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ საჯარო განცხადება დღეს პირველად გააკეთა. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი ვარ. ასე უფრო ლამაზად ხმამაღლა ვილაპარაკებ. ამას ნახოთ გვერდებით. ამ განცხადებას წინ ფარული კენჭისყრა უძღოდა, სადაც ასლან კახიძეს თანამდებობა დაატოვებინეს. თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თავისუფალი დემოკრატების წევრმა კოალიციაში დარჩენაზე უარი განაცხადა. ასლან კახიძე გადაწყვეტილებას ძმის ერთგულებით ხსნის, რომელიც ასევე თავისუფალი დემოკრატების წევრია. საკუთარი პოზიცია კახიძემ დღეს ბიულეტინზეც დააფიქსირა. ჩემი ხედვები გამაჩნია კარგს და გლახას ვარჩევ ძალიან კარგად. სკამისთვის შემეძლო, ჩემო ბატონებო, თანამდებობისთვის მიმეღო ის გადაწყვეტილება, რომ შემენარჩუნებია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტიკურ თამაშებს შეაფასეს და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ქართულ ოცნებაში სკამებისათვის ბრძოლის მეორე ეტაპია დაწყებული. ეს იყო პარტიული ნიშნით გადაწყვეტილება მიღებული. და კანონი არ ითვალისწინებს ასეთ მოთხოვნას. პროცესს სამარცხვინო უწოდა ივერი ბიბინეიშვილმა და საკუთარი პოზიცია კენჭისყრის დაწყებამდე გამოხატა. მისი თავმჯდომობის გადაყენება არის დისკრიმინაცია. მისი შეხედულება და მისი არჩევების გამო. თქვენ თუ ამას დაუჯერთ ხარს, ეს იქნება სამარცხვინო საქციელი თქვენი მხრიდან. ეს არ იყო კარგი, რა თქმა უნდა. უმჯობესი იყო, რომ მოლაპარაკება მომხდარიყო, თავისით დაეტოვებია თუ წასასვლელი იყო. და ასეთი პროცედურები არ ჩატარებულიყო. საქმიანობას არ უწუნებენ, თუმცა არ უწონებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. დღის წესრიგში თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ქართული ოცნების დეპუტატებმა ამ მოტივით დააყენეს. ბატონ ასლანის მუშაობით ძალიან ყოველფერი იყო საკრებულოს და მუნიციპალიტეტის, მაგრამ უმრავლესობის დააკარგვის გამო საკრებულოსში დგება საკითხი გადაყენების. ინიციატივით რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების 14 დეპუტატი გამოვიდა. განცხადებას ხელს იოსებ ბოლქვაძეც აწერს, რომელმაც დღეს სხდომის დაწყებამდე საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა მისი პოზიცია უმრავლესობამ არ გაიზიარა. იქნება გამართებული არ იქნება შემდგომში გამოჩნდება. შემდგომ სამუშაო პროცესში. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი მხოლოდ 5 დეპუტატმა არ დაუჭირა, 2 ბიულეტინი კი ბათილად გამოცხადდა. საკრებულოში უმრავლესობა 16 დეპუტატითაა წარმოდგენილი. თავმჯდომარე კი დღეს ფარულ კენჭისყრაზე 15 ხმით გადაირჩიეს. ფაქტ შეფასებები მოყვა პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრებისგანაც. სულხან ღლონტი საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას დევნად აფასებს და აცხადებს, რომ საქმე გასაჩივრდება. პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს ვიქტორ დოლიძეც. უმრავლესობა კი თვითმმართველობის კოდექსი შველიებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დევნა ადამიანების სამხედველობრივი ნიშნის, რაც ბუნებრივი არის, ძალიან დიდი ნახტომი რეგრესში, რაც არის პრობლემა ბუნებრივია. ჩვენ ბუნებრივია სამართლის კუთხით სასამართლოში ვიდავებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. მეთანხმებ იმას, რომ უნდა იყოს პარიტეტი აუცილებლად ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, მაგრამ ეხლა ძალიან პარალელურად რო პროცესები იმართება მას შემდეგ და ხდება ესე, როდესაც ირაკლი ალასანია თქვა დატოვა თანამდებობა და დეტალურად აღარ ვილაპარაკებ და ამას მოყვა ყველაფერი. მე მგონი ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს არ არის სწორი. შეუძლებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ თუ მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა, განახორციელოს თავისი ფუნქცია. პოლიტიკურად შეუძლებელია. ამდენად შეუძლებელია ეს საკითხი დადგეს და ამაზე მსჯელობა საკრებულოში იყოს. ახალ თავმჯდომარეს ხელვაჩაურის საკრებულოში ერთ კვირაში აირჩევენ, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კანდიდატზე ჯერ შეჯერებული არ არიან. კენჭისყრის დასრულების მომენტიდან კი მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებს.